მშობლების ყველაზე დიდი ილუზია, ოღონდ ჩემმა პატარა მჭამოს და პატარა იღიპოსნად დაედება, არა უშავს რო გაიზრდება გაულის. მამამისიც ეგრე არ იყო, კაცო. რეალურად კი შენი შვილი შეიძლება იყოს ნაკვები, იპუცა, ჭარბწონიანი სიმსუქნის მქონე კიც და მისი ორგანიზმი მაინც შიმშილობდეს. ამას ნუტრიციოლოგიაში ფარულ შიმშილს უძახით, რომელიც სოფლიო სტატისტიკით 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აი ამ მდგომარეობაში უწევს ყოფნა. წარმოიდგინე შენი ორგანიზმის სჭირდება საწვავი, საკვები, მაშინ როცა ზეთი არის ვიტამინები და მინერალები და შენ შვილს შეიძლება ქონდეს საკმარისი საწვავი, მაგრამ მისმა მანქანამ სწრაფად მოარულმა, მაინც ვერ მიაღწიოს დანიშნულების წერტილს, იმიტომ რომ ზეთი არ ჩაასხი ძრავში. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, რა სჭამს შენი პატარა და საკვები მისთვის ორ ჯგუფად იყოფა: მიკრო და მაკრონუტრიენტები. მიკრონუტრიენტები არის სწორედ ის საწვავი, ზეთი, რომელიც ენერგიას არ გვაძლევს, მაგრამ ბავშვის განვითარებაში გადამწყვეტი როლი უკავია მასში, როცა მაკრონუტრიენტები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები არიან ნუტრიენტები, საიდან შენი პატარა და მათ შორის შენც ენერგიას იღებს. აი ამ ფარულ შიმშილში დამნაშავე ძირითადად 4 ვიტამინი და მინერალი შეგვიძლია გამოვარკვიოთ, რომელიც შენი შვილის რაციონში ხშირად დეფიციტურია და პირველი დავიწყოთ რკინით.